Სამედღით თბილისში შეიკრიბა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა ხელმძღვანელი თბილისი ყოველწლიურ ამბასადორიალს მასპინძლობს. ასეთ შეტრებებზე მომდევნო წლის მთავარ პრიორიტეტებს განიხილავენ და ქვეყნის საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებით ცენტრსა და წარმომადგენლობებს შორის ინსტრუქციებს ცვლიან. წლევანდელ ამბასადორიალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. სასტუმრო რედისონში შეტრებას თვალყურს აადევნებს თამთა ჯანაძე. ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თამთა, მოგესალმებით. დიახ, ამბასადორიალის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა საქართველოში მყოფ დიპლომატებს და მათთან ერთად შეაჯამა ერთი წლის განმავლობაში საგარეო უწყების მიერ გაწეული საქმიანობა. გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა იმ პრიორიტეტებთან და ბიზნესთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი. საქართველოს ელჩებს ეწევიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ისაუბრებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, იქნება საუბარი თუ რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს შემდეგი წლის განმავლობაში. ანუ სხვადასხვა მინისტრები მოვლენ აქ და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ექნება დისკუსია საქართველოს დიპლომატიური კორპუსთან. ამბასადორიალს მიმართავენ ისეთი მაღალი დონის წარმომადგენლები, როგორც არის ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენ ყავს შვედეთის, პოლონეთის, ფიჯის, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ასევე ეწევიან ელჩებს. ამბასადორიალში მონაწილეობენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები. გარდა ამისა, საპატიო სტუმრის სტატუსით ამბასადორიალს დაახლოებით 3 საათისთვის შემოუერთდება შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ საშუალება გქონდა გავსაუბრებოდით რამდენიმე დიპლომატს და მათგან გავგვეგო მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია. გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა საქართველოში საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამუშაო დღეს დანიშნა არჩევნების ქართველი ემიგრანტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ეს არანაირი შემაფერხებელი არ იქნება არჩევნების პროცესისთვის. 2013 წლის ბოლოსათვის ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიეცემათ შესაძლებლობა დაიწყონ uvizო მიმოსვლა შენგენის წევრ სახელმწიფოებში. ამისათვის ჩვენი მხრიდან ყველანაირ, ასე ვთქვათ, შესაბამის ნაბიჯებს ვდგავთ, ტარდება შესაბამისი რეფორმები, თუმცა რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. ის ხალხი, ვინც დასაქმებულია, შეუძლია დილას ან საღამოსაც მობრძანდეს საელჩოში და მისცეს ხმა. არჩევნებისას იქნება ერთი განსაკუთრებული მომენტი ხაზგასასმელი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებითაც იქნა დაფიქსირებული, რომ ყველას მიეცემა, რა თქმა უნდა, უფლება მიიღოს მონაწილეობა და მისცეს ხმა ამა თუ იმ პარტიას, მაგრამ უნდა წარმოადგინოს საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობა. ამბასადორიალის მონაწილეები ამ წუთებში მიემართებიან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, სადაც გაიმართება შეხვედრა ქვეყნის პირველ პირთან მიხეილ სააკაშვილთან. გარდა ამისა, ამბასადორიალს მოგვიანებით შეუერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. რა თქმა უნდა, ამბასადორიალი სამდღეანია და ხვალაც გაგრძელდება და ხვალ უკვე საქართველოში საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში თამთა ჯანაძე საუბრობდა.